გამარჯობათ, მოგესალმებით ყველას, ვინც გვიყურებთ და მე დღეს ამ ვიდეო გაკვეთილში გასწავლით როგორ უნდა ჩავწეროთ GTA San Andreas-ი და როგორ ვითამაშოთ ის ონლაინში. ჯერ დავიწყოთ განახებთ როგორ უნდა დავინსტალიროთ GTA San Andreas-ი და გადმოსაწერი ლინკი მოცემული იქნება ვიდეოში და ამ ლინკიდან შეგიძლიათ გადმოეწეროთ მუშა GTA San Andreas-ი. ეხლა განახებთ როგორ უნდა დავინსტალიროთ. შევდივართ კომპიუტერში. და ვირჩევთ რომელ დისკზეც, C დისკზე, T დისკზე თუ G დისკზე და გაქვთ გადმოწერილი GTA, შევდივართ მაგათ მე D დისკზე მაგ და GTA San Andreas, ესეთი ფაილი იქნება. აქ შევალთ, ამას დავაწვევით, აქ დავაჯერთ. და როგორც ხართ გაიხსნათ ეს რაღაცას, ვაწვევით და ასე. თქვენ მაგათ აირჩიეთ რომ ენაზე გინდათ, ინგლისურ თუ რუსული, მე ინგლისურს ვირჩევ. ვაწვევით OK-ს, აქ next. აქ ვუთითებთ პაპკას, რომელზეც გვინდა დისკს, რომელზეც გვინდა ჩავწეროთ და სახელს. მერე შემდეგ next, ისე სახელი და next-ის შემდეგ ავტომატურად დაიწყებს ინსტალაციას. მე გამოვართავ, იმიტომ რომ აქ უკვე და ეს არის ასეთი გაჩნდება და ეს არის GTA ჩვენი. ეხლა გასწავლით როგორ უნდა დავინსტალიროთ სამპი, რომ ვითამაშოთ GTA ონლაინში. პირველ რიგში უნდა გადმოვწეროთ სამპი. მოცემული იქნება ლინკი და იმ გადმოწერილ ფაილს ხსნით, მაგალითად ეს არის ჩემი სამპის ახლა ორი კლიენტი ის ლინკს დაგიდებთ 1.0.0.3 ზს და 0.3.7.7-ის, მაგრამ მე 0.3 ზს დავაინსტალირებ, ვაწვევით ასე. ვაწვევით დას. ეხლა თქვენ თუ შეიძლება ინგლისურად გაქვთ, მე მივყვებით, ვუთითებთ JET-ის ფაილს, სადაც გვაქვს D დისკი და ესე ვაჭერთ OK-ს, შემდეგ ინსტალ და ავტომატურად დაინსტალირდება. ეხლა მე დაინსტალირებ გავთიშავ. კარგით, ეხლა ისევ შევდივართ JET-ის პაპკაში, ეს არის და და ვხსნით სამპს. კარგით. მე გახსენ. ეს არის, აქ უთითებთ თქვენ სახელს, მაგალითად უნდა იყოს გამოყენებული აუცილებლად ქვედატირეს სახელსა და გვარს შორის და შეგიძლიათ სერვერების დამატება, add servers და რაღაც დაამატებთ servers მაგალითად და ასე იქნება სერვერები ჩამოწერილი ნებისმიერ სერვერზე შეგიძლიათ მაგალითად აქ ვაწვევით, აქ connect-ს ჩვეულებრივად შევდივართ. კომპტონ და მე ხა აღარ დავაჭერით, რომ უკვე შესული ვარ და გაჩვენებთ ესე უკვე ვიქნებით სერვერზე. ეს არის Deluxe Roleplay, რომელზეც 50